Biznesmenების კითხვები თბილისის მერიას. Ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით შეხვედრა დღეს რედისონში გაიმართა. საუბარი დახურულ კარს მიღმა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. Ბიზნესმენების განცხადებით მათ ქალაქის მთავრობის წარმომადგენლებს კითხვები ყველა პრობლემურ საკითხზე დაუსვეს, მათ შორის პრივატიზაციის, მტკვრის დაბინძურების, გაზაფხულიდან გაზის გაძვირების თემებზე. Ბიზნესმენებმა განცხადებები შრომითი ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებითაც გააკეთეს. მათი მტკიცებით რეგულაციებში უზუსტობებია, რაც მეწარმეების საქმიანობას მნიშვნელოვნად შეაფერხებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის მერიის ეკონომიკური გუნდი და არქიტექტურის სამსახურიც. Განვიხილეთ ყველა აქტუალური საკითხი, ის პროექტები და პროგრამები, რომელსაც ბიზნეს სექტორი ახორციელებს. Ყველაზე მთავარი მოთხოვნა ბიზნეს სექტორის მხრიდან ეს არის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება, რაზეც ჩვენ რასაკვირველია მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. კერძოდ ბიზნესთან დაკავშირებული კონსულტაციები ჩვენთან ერთ სივრცეში იქნება. Ყველა საჯერპორო საკითხს შევეხებთ, თითქმის ეს დაწყებული პრივატიზაციიდან დამთავრებული მტკვრის გაწმენდის პროცესით, როგორ იქნება ეს ფეკალური მასები როარ ჩაედინებოდეს მტკვარში, ასევე თბილგაზთან მიმართებაში კასტრანსგაზთან, რომ ფასის აწევა არის ყველა ოჯახის პრობლემა, ამდენად მერმას დააფიქსირა თავისი მზაობა, რომ აუცილებლად დააფიქსიროს ამაზე თავისი მოსაზრება და წინააღმდეგობა. არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შემოდის ახალი სამშენებლო კოდექსი, რომლითაც გათვალისწინებულია სამშენებლო ნებართვის გაცემის ვადების, ასე ვთქვათ, გაზრდა. Აი ეს არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, პრობლემატური საკითხი. კარგია, რომ ხდება პროექტების შესწავლა, დაგეგმილია უბრალოდ პროექტების დეტალური შესწავლა და ასეც უნდა ხდებოდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს არ გადაიზარდოს ბიუროკრატიაში. ერთ ბინაზე ერთი პარკინგი განურჩევლად ბინის ზომისა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გადაჭარბებული მოთხოვნა, პირდაპირ გეტყვით და რეალურად ამას შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ინვესტიციების მოცულობა საცხოვრებელი უძრავი კომპლექსების მშენებლობაში შეიძლება შემცირდეს. ამიტომ ეს არის რეალურად გადასახედი.